რას შემოგთავაზებს ისეც, რომ ყველაფერი დაგავიწყოს და დაუყოვნებლივ თქვა კი. ნახოთ, არის ასეთი რამ, რასაც შემოგთავაზებს. მინდა ვთქვა, რომ არის. ანუ ეს ადამიანი გაგაოცებთ იმით, რომ იქნება სრული პასუხისმგებელი თქვენთან ურთიერთობაში, გადაიტანს სირთულეებს, არ დაგტოვებს მარტო და მის სიტყვას ექნება მიმართულება, მაგალითად, მე შენს გვერდით ვიქნები. ეს არ არის სიტყვა, იქნება გამართლებული თავისი მოქმედებით. იმიტომ რომ აი ნახე ცხრიან პენტაკლში ხარ, რაც უფრო მეტად ხარ ცხრიან პენტაკლში, მაქსიმალური თავის დაფასება იქიდან გამომდინარე, რომ ასეც უნდა იყოს და იმიტომ რომ გაქვს სრული ამის მონაცემები, აქედან გამომდინარე ადამიანი მიხვდება იმას, სხვადასხვა დაკარგვის ფონზე, იმედგაცრუების ფონზე, გაურკვევლობის ფონზე, როცა დატოვებ მას აი მის კითხვებში და არ შეხვალ მასთან დაპირისპირებაში, აუცილებლად აიღებს პასუხისმგებლობას და ყველანაირად ეცდება, რომ მართლა მოიგოს შენი გული, შემოგატრიალოს, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა იყოთ, იმიტომ რომ არის მაგი მაინც კი მაგარია, რომ მას ყველაფერი შეუძლია და ესეც შეუძლია თუ მოინდომებს, მაგრამ манипуляციებით შეუძლია. ანუ კარგი ზრახვებიც, უარყოფითი ზრახვებიც და ამიტომ აქ ფრთხილად უნდა იყოთ და უნდა გააკონტროლოთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი. მაგრამ მე აქვე დავამატებდი, ის რაც გასაკონტროლებელია, ის ვინც გასაკონტროლებელია, ეს არის მაინც არაჯანსაღი ურთიერთობა და მე გისურვებთ, რომ თქვენ შეხვდეთ ისეთ ადამიანს, ვინც ორმხრივად გააზიარებს ყველაფერს, რაც საჭიროა და იქნება თანაბარი. თანაბარი და ძალიან ძლიერი გრძნობა, გვერდში დგომა და რაც კი შეიძლება მოხდეს კარგი ურთიერთობაში. მე ყველას გელოდებით კომენტარებში.